1001 ღამე. İyi günler. გამარჯობა. Merhaba. Გამარჯობა. Telefonunu შენ ზარს ველოდებოდი? bir türlü aramadım. რომ არ დამირეკე ვიფიქრებ პირისპირ დაველაპარაკები მეთქი. Müsait. ახლა არ მცალია. Öyle tabii. შეშენების დროა 5 წუთს ვერ დამეთმობ? Tamam. კარგი. აზიის კოშკების კოორდინატორი? ვერ ვიჯერებ. სერიოზულად ამბობთ? დიახ, მეც და კერემიც სრული სერიოზულობით ვამბობ. დიდი მადლობა, ვერ წარმოიდგენთ როგორ გამიხარდა. ჩვენ ძალიან გვიხარია და მეც ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ მშობიარობის წინ ბევრი სამუშაო არ მექნება. სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ. მეც ძალიან აღელვებული ვარ. უნერველობ ძმაო ელჩინ. მენუს მშობიარობის წინ ხომ არ გადავყლეთ? ძალიან კარგი. კარგად მოგიფიქრებიათ. გმადლობთ. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, დიდი პასუხისმგებლობა მეკისრება. გარწმუნებთ, ნდობას არ გაგიცრუებთ. გამარჯობა. გამარჯობა. აი მთავარი კოორდინატორიც მოვიდა. რა? ხომ არ დავაგვიანე? არა. გალბზონე და წარმატებები ვუსურვეთ. დიახ. აზიის კოშკების პროექტის კოორდინატორი თქვენ იქნებით. გალბზონი შაჰრაზადი მეთვალყურეობას გაგიწევთ. ძალიან კარგი. წარმატება გარანტირებული იქნება თამარ. იმ საქმეში, სადაც შაჰრაზადი ჩაერევა, არაჩვეულებრივი პროექტი გამოვა. რა თქმა უნდა, არ მეთანხმებია და? დიახ, რა თქმა უნდა. მიხარია რომ ჩვენი კომპანიის პროექტში ისევ ჩაერთე შაჰრაზად. მეც მიხარია. ბედნიერი ვარ რომ ერთად უნდა ვიმუშაოთ. იმედია პროექტს ღირსეულად გავართმევთ თავს, როგორც ამას ბენუ გააკეთებდა. ამაში ეჭვი არ შეგეპარათ. ახლა უფრო მშვიდად ვიქნები. ამბობენ, ჩემი პირდაპირობა ჩემი სუსტი წერტილია. მართლაც ასეა მიჰრიბა. რაც თავს გადამხდა, ყველაფერი ჩემი პირდაპირობის და კეთილის ზრახვების ბრალია. რას გულისხმობ? როცა ძველ სამსახურში ვმუშაობდი, ერთხელაც ჩემმა უფროსმა თავისთან დამიბარა. ქუვეთში საქმის წამოწყება მინდა რამდენიმე თვე იქ ვიქნებიო. აქ საქმე რომ არ გაჩერდეს, უფლებამოსილებას შენგან მოგაბარებ და საქმეები შენ მართლევ. მე ცუდი რამ არ ვიფიქრია და დავთანხმდი. თუმცა იმ კაცს ბირჟაზე უთაღლითია და გაქცევას აპირებდა. რას ამბობ? ასე იყო. როცა დაიწყეს ქონების და ანგარიშების დაყადაღება, ყველგან ჩემი ხელმოწერა იყო. ამიტომაც დამაგავეს. როცა დამნაშავე საერთოდ არ ყოფილვარ. რატომ დათანხმდი? მე რა ვიცოდი, რომ ის კაცი თაღლითი იყო. ყველა შენნაირი გონია, ფიქრობ რომ სხვაებიც ასეთები არიან. ღმერთო. ამას ვერ წარმოვიდგენდი. მაგრამ შენ არ დამიჯერე. ძალიან განვიცადე მეჰრიბა. რამდენიმე დღეა ვერ ვიძინებ. იმიტომ არა რომ არ დაგიჯერე. მაგრამ ძალიან ცივად მომეკეცი. თავს შორს ვიჭერ იმ ადამიანებისგან, ვისაც პოლიციასთან პრობლემა აქვს. მოდერს გიხდი თუ გაწყენიმე. ხო, მეწყინა, მაგრამ ახლა ისეთ თბილად მიღიმი უკვე დამავიწყდა კიდეც. მოდერს გიხდი. Teşekkür ederim. დიდი მადლობა. Epeydir yoktu. დიდი ხანია არ გამოჩენილ ხარ. Gazetenin New York bürosu. ჩვენი გაზეთის ნიუ-იორკის ბიუროში ვმუშაობ. ბოლო თვეებია სულ მოგზაურობ. Hiç değişmedi. საერთოდ არ შეცვლილ ხარ დენის. ისევ ისეთი ლამაზი ხარ შვილი. შვილი როგორ ყავს? კარგად სკოლაში სწავლობს. Maşallah. ძალიან კარგი. Deniz, შენი სიკეთე არასოდეს არ დამავიწყდება. ჩემთვის ყველაზე რთულ დროს რომ დამეხმარე. Her zaman yanımda. მე ყოველთვის თქვენ გვერდით ვიქნები. Seni üzmek არ მინდა განერვიულოთ, მაგრამ რაღაც ჭორი გავიგე. Onur Bey. თითქოს ბატონო ნურს უკანონოშვილი ყოლია. Yok canım. არა ძვირფასი საიდან მოიტანა. Telaşlanma. მომერვიულობთ. Bu benim çok özel ეს ამბავი aldığım bir. ერთი ძალიან სანდო ადამიანისგან გავიგე. ყვითელ პრესაში გავრცელებული ამბავი კი არ არის. ჩემთვის ძალიან ახლობელმა მითხრა. მას ისევე ვენდობი, როგორც თქვენ. Yani ben იქნებ დახმარება გჭირდებათ. ან დარდის გაზიარება. Doğru. ეს სიმართლეა. Konuşmak istedim. არ მინდა ამაზე ლაპარაკი. Yine talihsiz. ცუდი ამბავი მოხდა.
Aramızda kalacak. ჩვენ შორის უნდა დარჩეს. იმედია ამის თქმა არ მჭირდება. Lütfen. გთხოვთ, En ufak ამაში ეჭვი არ შეგებაროთ. დააკაკუნე მაინც. შენთან სალაპარაკოდ მოვიდე. ისმინა, რაც დედამ გააკეთა არ ჩემთვისაა მისაღები, მაგრამ დროა სეზენს თავი დაანებო. შენთვის შესაფერისი გოგო არ არის. საიდან იცი? ან რა იცი საერთოდ? მე შენ კარგად გიცნობ ბურაკ. როგორ მიცნობ კერემ? როცა ახლა დავიწყე საკუთარი თავის გაცნობა, ბურაკ. სისულელეს ამბობ. რომეო და ჯულიეტა რომ ითამაშო ამისთვის სხვა ვინმე იპოვე. ჩემს დას არ გაეკარო. მიყვარს კერემ. მე სეზენი მიყვარს. მორჩა. მომისმინა. ასე თუ გააგრძელებ, დედა საერთოდ უარს იტყვის შენზე. არა უშავს. თუ შვილის ბედნიერებას ხელს უშლის, მაშინ უარი თქვას ჩემზე. ეს კომპანიას და სიმდიდრეც მისი იყოს. აი ეს გამომართვე. დედა ჩემს მიეცი. ეს რა არის? წარმოდგენა გაქვს რაც აკეთებ. ბინიაფისთან საქმე აღარ მაქვს კერემ. ბურაკ. რა კარგია რომ მოხვედი ოია. მადლობელი ვარ. ვერიქით, მე ვარ მადლობელი ახუ რომ დამპატიჟე. რომ გაგიცანი ძალიან გამეხარდა. ვიფიქრე როგორც იქნა მეგობარი ვიპოვე მეთქი. მონათესავე სულები ერთმანეთს ხვდებიანო. და მე როგორ არის? კარგად მოკითხვა შემოგითვალა. შეშურდა შენთან სტუმრად რომ წამოვედი. მართლა? რა მოხდა იმეთ ვინ მოვიდა? ახოს მეგობარი მოსულა ჩაიზე და უპატიჟებია. ვიცნობთ რა ქვია? არ ვიცი. მოკლედ მთავარია მეგობარი იპოვა და ჩვენ თავს დაგვანებებს. მართალია ქალბატონო ნადიდე. არ დავენახები, წავალ დავისვენებ. მოდი შემოდი. გამარჯობა, გამარჯობა. აჰო, თვალებს არ ვუჯერებ, ნამდვილი სასახლეა. Saray mübarek saray. სასახლე. ო, ასეა. სეზენ. Წადი. სეზენ გთხოვ მომისმინა. Seni არჩენი დანახვამი და დარჩენი ოჯახის რომელიმე წევრის. გთხოვ ჩემს ოჯახთან მე ნუ გამაიგივებ. ნაგარ გამოგივა, იმიტომ რომ თქვენ ის ადამიანები ხართ, ვინც საკუთარი ფულით ხის ბედს ეთამაშებით. çünkü. არ ვიცოდი დედა ჩემი ასეთ რამეს რომ აპირებდა. რომ ცოდნო და ხელ შეუშლიდე. შეიძლება, მაგრამ ხომ არ შეუშალე. მაგრამ დაველაპარაკე. Ya მართლა? როგორ დამომშვიდე? ალბათ ძალიან დარდობს ასე რომ მოიქცა მამა ჩემთან მოვა და ბოდიშს მოუხდის. არა. რა თქმა უნდა, სხვას არაფერს ველოდი. ისმინე არ მაინტერესებს დედა რას ფიქრობს. არც ქერემი არ მადარდებს. მე გადაწყვეტილება მივიღე. ან შეეგუებიან, ან რაც უნდათ ის გააკეთონ. bitti mi? დაამთავრე? ხო, მომისმინა. ისმინა. მივხვდი რომ ჩვენ მარტონი ვართ სეზენ. თელი სამყარო რომ ჩვენი წინააღმდეგი იყო, ჩვენ მაინც შევძლებთ ჩვენი სიყვარული ცხოვრების გაგრძელებას. იქნებ თავი დამანებო. სეზენ. ხო, მომეცე შანს. ნუ გამირბიხარ. დაგიმტკიცებ როგორ მიყვარხარ. თუ როგორი ძვირფასი ხარ ჩემთვის. გვირდები. Senden მხოლოდ ერთ რამეს გთხოვ ბურაკ. sadece bir, პირობა უნდა მომცე. მითხარი. bir an önce. ამ სახლიდან გადადი. Senin bu ყოველი ის წუთი, როცა შენ აქ ხარ, მამა ჩემს ტკივილს აყენებს, უბედურს ხდის. გთხოვ, ნუ ხარ გაამწარებ. კარგი. გვირდები. მართალი ხარ. ამა შენიც მართალია. ამ საღამოსვე გადავალ, მაგრამ გთხოვ, შანსი მომეცე. ისმინა. ხომ არ გთხოვ, შემხვდი და მელაპარაკე მეთქი. უბრალოდ დამელოდე. დაელოდე, როცა ერთად ვიქნებით. მერტმან დასწრებას. რა მოხდა? ვიზე ხარ ასეთი გაბრაზებული? ვიზე უნდა ვიყო, ქალბატონ შაჰრაზადზე და მის ახალ გეგმაზე. რა გეგმებზე? ჩემს მეთვალყურედ დანიშნეს.
როგორ ბინიაფისთან რა კავშირი აქვს? მას ხომ თავისი ოფისი აქვს? აქვს, მაგრამ თურმე ქალბატონს არ ყოფნის. რა მოხდა? წესიერად მომიყავი. დღეს მითხრეს, რომ აზიის კოშკების კოორდინატორი მე ვიქნები. ძალიან კარგი. მერე? ჯერ მოიცადე. მეც ასე მეგონა, მაგრამ ჩემი სიხარული დიდხანს არ გაგრძელდა. რატომ? იმიტომ რომ პროექტის ზედამხედველი ქალბატონი შაჰრაზადი უნდა იყოს. მართლა? უფროსის ძოლია. მე კი არაფრის შესაძლებლობას არ მაძლევს. რა შურიანი ხალი ყოფილა? არ ყოფნის, ვერ ძღება. თავისი ოფისიც კი არ ყოფნის. რადგან ონურაქსალის ძოლია, რა პროექტიც გამოჩნდება, უნდა რომ ყველგან ჩაყოს სხვირი. არც ეს ყოფნის იმ გვალს. ახლა კომპანიის მართვაც კი გადაწყვიტა. რისი გაკეთება შეგიძლია ის ხალი კომპანია ბინიაფის მეპატრონის ძოლია. ვერაფერს იზამ. ომი ახლა იწყება. დილამშვიდობისა ქალბატონო როჰაიათ. დილამშვიდობისა ბატონო. ხავა მომიტანეთ, თვარ შეწუხდებით. რა თქმა უნდა, ოღონდ რა მოხდა? ბატონო ნურ დღევანდელი გაზეთი ნახეთ. არა, რა წერია გაზეთში? აი, თავად ნახეთ. ზედა ეს რა ჩაიდინე? მომატყუა. ეს როგორ გავაკეთე ასეთი შეცდომა, როგორ დავუშვი? დაწყნარდით, მე ვაგიწევთ. როგორ დავმშვიდდე? არ მპასუხობს. ესენი კარიერას ასე იწყობენ. ადამიანს დაუმეგობრდებიან, რაღაცას წამოაცდევინებენ და სტატიას წერენ. გავგიჟდები. ახლა ტელეფონი გათიშა. იმ გაზეთის ტელეფონის ნომერი მოძებნე. კარგი, ახლავე. ბატონი ონური რეკავს. არ უპასუხო. კი, მაგრამ უთხარი არც ძალიან თქვანს, ძინავს თქო, რამე მოიფიქრე. კარგი. ალო, ბატონო ონურ. პირდებს დედაჩემი დამალაპარაკე. ის ახლა არც ძალიან. პირდებს დედაჩემი დამალაპარაკე მეთქი. ბატონო ონურ, მართლა გეუბნებით. მე გადავცემ და თავად დაგირეკავთ, კარგი? ნუ დამირეკავს, ახლავე მოვალ. რა გითხრა? აქ მოდის ქალბატონო ფერიდე. ქალბატონო ფერიდე. ქალბატონო ფერიდე. ქალბატონო ფერიდე. დილა ადრიან შეგაწუხეთ, მაგრამ რამე ცუდი ხომ არ მოხდა. სამწუხაროდ გაგიამები არ მაქვს ქალბატონო შაჰრაზად. ეს საბუთები საიმედო წყაროებიდან მივიღე. იმ საბუთების ასლებია, რომელიც პოლიციაში ინახება. ვერ ვიჯერებ. ორი ჯერ კიდევ მოგვიტანეთ. ერთი ლიმინით იყოს. ომლეტი როგორია, როგორი შენ გიყვარს ისეთია? ხო, ძალიან გემრიელია. ისეთი საუზმე არ არის, ბაქოში რომ ამზადებენ, მაგრამ ერთხელ მე და ჩემი მეგობრები ერთ ადგილას წავედით, ისეთი გემრიელი კომშის მორობა ვჭამეთ. მე ასეთი გემრიელი აღარაფერი მიჭამია. ჩვენთან გემრიელ მურაბებს ამზადებენ. ბაქო გენატრება. ხო. ადამიანს საკუთარი სამშობლო როგორ არ უნდა ინატრებოდეს. ეც მენატრება.
Mehriban. მირებან, Bak ne diyeceğim. რაღაც უნდა გითხრა. Bakü'ye gidelim. არ გინდა როგორც ტურისტები ბაქოში ისე წავიდეთ. რას ამბობთ, ადამიანი თავის სამშობლოში ტურისტის სტატუსით რატომ უნდა Neden წავიდეს? olmasın? რატომაც არა. Aklımıza ne eser? რაც მოგვინდება იმას გავაკეთებთ, სადაც მოგვინდება იქ წავალთ. İlk defa ყველაფერს ისე დავათვალიერებთ, თითქოს პირველად ნახულობთ. ეს რა არის? küçük bir პატარა საჩუქარია. her baktığında seni ne როცა kadar ამას çok შეხედავ, sevdiğini გაგახსენდება როგორ მიყვარხარ. ჰალდუნ, ძალიან Öyle მიყვარხარ, seviyorum ki seni მირებან. Mihriban. ყველაფერს საუკეთესო En სიმსახურე. güzeline layıksın. დიდი მადლობა. კალდუნ კარაკარგი ადამიანი ნამდვილად არ არის ქალბატონ შაჰრაზად. თაღლითობა, საბუთების გაყალბება, ხელმოწერების გაყალბება, ყალბის საბანკო ჩეკების გამოყენება, ზართვის ორგანიზება, ყველანაირი თაღლითურ საქმეშია გარეული. მაგრამ ასეთი ადამიანი თავისუფლად როგორ დადის? ყოველ ჯერზე ახერხებს თავის დაძვრენას. შესაძლოა ვინმე მფარველობდეს. საზოგადოებაში აშკარად არც უყურს გამოჩენა. ბოლო დაკავების შემდეგ საზღვრების დატოვებას კი აებრძალა. თუ ასეა, რატომ გაათავისუფლეს? მირაუთი გაათავისუფლეს. იმ კომპანიაზეც მოვიძიე ინფორმაცია, ვინც გირავ გადაიხადა. იმ კომპანიაშიც საეჭვო პირები მუშაობენ. ეს ყველაფერი მიხრიბანს როგორ უნდა ვუთხრა? ასეთ ადამიანებს მხოლოდ პრობლემების მოტანა შეუძლიათ. კარგი იქნება თუ ქალბატონ მიხრიბანი ამ ადამიანს დროზე ჩამოშორდება. დედა, ქალბატონი ფერიდე წავიდა. დედა, წავიდა ბატონო. საწავიდა. არ ვიცი. მაგრამ მითხრა იმ ჟურნალისტმა, უმატყუღო. გონი იმ ქალის ენახავად წავიდა. ტელეფონის გამორთული აქვს. დამიჯერეთ, ცუდად გახდა. ეს ჟურნალისტი ქალი მისი ძველი მეგობარი ყოფილა, მაგრამ ქალბატონ ფერიდეს მახედა უგო. რა მახედა უგო, პირდებს დედა ჩემს ზურგში დანა ჩამართა. ღმერთმა დაგიფაროთ ბატონო ონურ, ამას როგორ ამბობთ? გაზეთში ეწერა უნურახსალს უკან რონაშვილი გამოუჩნდაო. ნილუფერმა თავის მეგობრებს თვალებში როგორ უნდა შეხედოს? ბატონო ონურ, გთხოვთ ბატონო ონურ. ბატონო ონურ, ღმერთო. ქალბატონო გისმენთ, რით შემიძლია დაგეხმაროთ? დენის ქესკინთან მინდა შეხვედრა. ახლავე. ქალბატონი დენიზი აქ არ არის. საზღვარგარეთ გაემგზავრა. მატყუებთ. დენის ქესკინს აუცილებლად უნდა შეხვდეთ. რატომ და მოგატყუოთ ქალბატონო? დენიზი მართლა არ არის. მაშინ რედაქტორს შემოხვედრეთ, ვინმე პასუხი უნდა გამცეს. ქალბატონო, ახლა თათბირზე არიან, ვერ მიგიღებენ. გაიწია? ქალბატონო, გთხოვთ, ერთი წუთით მოიცადეთ. ქალბატონო, მოიცადეთ. ქალბატონო დენის. ესე იგი ჩემი მეგობარი იყავით. და ეს არის თქვენი მეგობრობა, არა? ეს როგორ გააკეთეთ? ვერ გავიგე? თქვენ რა ადამიანი ხართ? ფერიდე, გთხოვთ დაწყნერთი. მე არაფერი დამიშავებია. დაწყნერთი არა? ასეთი უნამუსო ჟურნალისტი როგორ ხართ? როგორ შეცვლილ ხართ? როგორი ბინძური სულის ადამიანი გამხდარ ხართ? მე თქვენ გულახდილად გესაუბრეთ, ჩემი ცხოვრების შესახებ მოგიყევით, თქვენ კი სტატია გამოაქვეყნეთ. გხვენოდეთ. ფერიდე, გთხოვთ წამოდი ჩემს ოთახში ვილაპარაკოთ. არა, თქვენთან სალაპარაკო აღარაფერი მაქვს. როგორ ჩანს, გაუგებრობა მოხდა. დავილაპარაკოთ, დაბრძანდით. არა ბატონო, არავითარი გაუგებრობა არ მომხდარა. ყველაფერი თქვენი ჟურნალისტის ბრალია, ამ ყველაფერზე პასუხს თქვენი გაზეთი აგებს. აუცილებლად აგებთ პასუხს. ფერიდე, გთხოვთ, მტკიცებულება ხელთ მაქვს. ჩემი ნებართვის გარეშე ჩემი ლაპარაკი ჩაიწერა, ჩემი სისუსტით ისარგებლა. ეს არის თქვენი გაზეთის პოლიტიკა. ქალბატონო ფერიდე, თქვენის თანაპატივსაცემ ადამიანს თუ ვაწყენინებთ, მზად ვართ ყველაფერი გამოვასწოროთ. უკვე ძალიან გვინია, ამაზე მანამდე გიფიქრათ, სანამ ახალ ამბებს გამოაქვეყნებდით. ეს ამბავი ასე არ დასრულდება, ყველაფერზე აგებთ პასუხს. ეს დედა ჩემმა გააკეთა, გერემ წარმოგიდგენია? ასე სასტიკად საკუთარი დედა მომექცა. იქნებ რამე ისეთი მოხდა, რაც არ ვიცით. ასეთი რამ რატომ უნდა გაეკეთებინა? ნილუფერზე უარი არ თქვი. უპატრონე და ამიტომ გაბრაზდა. ახლა კი ჩემზე შურის ძიება გადაწყვიტა. ასე არ არის, რას ამბობ? ახლა რა გავაკეთო, გერემ? დედა ჩემი ფსიქიატრიულში გამოვკეთო? დედა შენი ძალიან გაბრაზებულიც რომ ყოფილიყო, მაინც არის სურვებდა რომ აქსალის გვარი გაზეთში ცუდად მოეხსენიებინათ. მართლა ასე ეს რა არის? ეს როგორ უნდა გამოვასწორო? გამოსასწორებელი არაფერი გაქვს ონურ. რაც მოხდა, მოხდა.
თავი ახლა რას მოიმოქმედებ? უნერვიულობ. საკუთარი თავის გამო არ ვნერვიულობ, ქერემ. ჩემი შვილის გამო ვღელავ. წარმატებულ დღეს გისურვებთ. შენც. შაჰრაზად ხომ არ დამაგვიანდა? არა. დაჯექი. რა ქენით? საუზმემ როგორ ჩაიარა? ძალიან კარგად. ნახე, ხალდუნმა მაჩუკა. ძალიან ლამაზია. მითხრა, ბაქოში ერთად წავიდეთ, როგორც ტურისტებია. წახვალთ, მაგრამ ბატონი ჰალდუნი საზღვარგარეთ როგორ უნდა წავიდეს? ეს რას ნიშნავს? დაიკო, მე ხომ შენი და ვარ. ხო, ხომ იცი არ მინდა რომ ცუდად იყო? შაჰრაზად რა მოხდა? როცა ბატონი ჰალდუნი დაიკარგა, ონურმა თავის ადვოკატს მასზე ინფორმაციის მოპოვება დაავალა. ბატონი მეჰმეთი დღეს აქ მოვიდა. მერე? ცუდი ამბავი მიამბო, დაუმეხრებან. რას გულისხმობ? არ მინდა დაგაბნიო. ყველაფერს გეტყვი, პირდაპირ გეტყვი რა და როგორ მოხდა. ბატონი ჰალდუნი სანდო ადამიანი არ არის, დაუმეხრებან. ეს მისი ნასამართლეობის დოსიეა. საკმაოდ მძიმე ამბავია. ონურ აქსალი დილით ოფისიდან გაწოფებული გავარდა. ერთი გენახა თვალები გაცეცხლებული ჰქონდა. აქსალები გავლენიანი ხალხია, მიკურ სტატიის გამოქვეყნებას ხელი როგორ ვერ შეუშალეს. როგორ შეუშლიდნენ? თავად მათ გაავრცელეს ეს ინფორმაცია. სიმართლე გითხრა, დედოფალ შაჰრაზადის რეაქცია უფრო მაინტერესებს. ასეთი ამბები ოჯახებსაც კი ანგრევს. არ მგონია საქმე აქამდე მივიდეს, მაგრამ სიმშვიდე მაინც დაერღვევათ. თან ისეთი სტატია თავს ვერ დაიწვრნენ. კომპანიაში რას ამბობენ? არ ვიცი, არავისთან არ მისაუბრია. მათი აზრი რაში მაინტერესებს? მე ის უფრო მაინტერესებს ესენი ერთმანეთში რას ელაპარაკებენ. ამით ვარ დაინტერესებული. კედელში გამიადგი და მოусმინე. შენ სულ გაგიჟდი. თუ საჭირო გახდა, ამასაც გავაკეთებ. კარგი უნდა გავთიშო ვიღაც მოდის. დროებით. დროებით. არ გათხარ? კარგად ვარ და მოგელავ. მის მიმართ ისედაც არაფერს აღარ ვგრძნობდი. კარგია რომ ყველაფერი დროულად გავიგეთ. გამარჯობა. გამარჯობა. არ მივდივართ? თქვენ წადით, შაჰრაზად. მაგრამ წადით. მე კარგად ვარ. გთხოვ, თქვენ წადით. შენც წამოდი დაუმეხრებან. არა. მე აქ დავრჩები. თუ რამე დაგჭირდება დამირეკე, კარგი? დაგირეკავ. ჩანთას ავიღებ და მოვალ. კარგი. კარგად ხარ? კარგად ვარ. ბავშვებო, ჩვენ გავდივართ დროებით. 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 ნახვამდის. ნახვამდის.
ჩაი არ დაგილებია. ცივი ხომ არ მოიტანეს? არა, კარგია. მოწყენილი რატომ ხარ? არ ვარ, არაფერია. ქალბატონო ნადიდე. შენ ერთ ამოსუნთქვაზე ხვდები როგორ ხარ? დიდი მომიყევი. სახლში ყოფნა მომბეზრდა. იქ ვეღარ გავჩერდი, სულ ესაა. თუ თუთხასიათზე ხარ, აქ რატომ ვსხებავ? ცოტა გავისეირნოთ. არ გინდა, საქმეს ხომ ვერ მიატოვებ. აუცილებელი საქმე არ მაქვს, ქალბატონო ნადიდე. სად გინდა წასვლა? რა ვიცი. თუ გინდა სანაპიროზე ჩავიდეთ. დავსხდეთ, ხედით დავტკბეთ. ნუ თუ ჩვენ არ გვაქვს სადახნით განმარტოების უფლება. ადექი. ჰაიდარ, ისმენთ ბატონო ბურჰან. მე მივდივარ, დღეს აღარ მოვალ. მაღაზიას შენ გაბარებ. როგორც მიბრძანებთ ბატონო ბურჰან. დამოდი ქალბატონო ნადიდე. 500 ლირა, კარგი ფასია. შევთანხმდით? შენთვის კარგი ფასია. Şimdi bir iki örnek deneyelim. ახლა ერთი-ორი ვარიანტი ვნახოთ და მერე მუშაობას შევუდგებით. Nasıl bir şey istediğimize karar ver. თავარია გადავწყვიტოთ, როგორი მოდელი გვინდა. Şu aba. ეს ძალიან გადატვირთული არ არის, ახალგაზრდულია თან ელეგანტურია ხომ ასეა? ხო, ძალიან ლამაზია. Nilüfer'cim. ნილუფერ, Giyindin mi canım? ჩაიცვი საყვარელო. როგორ გამოვიყურები? შეგიძლია წახვიდე. საყვარელო, მოდი. ნილუფერ, ისეთი ლამაზი ხარ, რომ არ ვიცი რა გითხრა. მიხდება? Yakışmak ne? ძალიან გიხდება, ფერიას გავხარ. Etek kız. ქვედა ნაწილი უფრო გავალამაზოთ. Sizce de uygun olursa belki şöyle. შეგვიძლია თვლებითაც გავაფორმოთ. İster misin? გინდა ნილუფერ? არ ვიცი, შენ რა სიტყვე? Modeliniz. მოდელი შევარჩიოთ და იმის მიხედვით გადავწყვიტოთ, კარგი? კარგი. დედა? Gel. მოდი. Ay ჩემო ბიჭუნა, benim canım. ძვირფასო. Benim aşkım büyümüş. ჩემი ბიჭი გაიზარდა, სმოკინგი ჩაიცვა. იცოდე შეგჭამ. ლილიპუტ რა ლამაზი ხარ? Beğendin mi? მოგწონს? Evet. Sevgili. საყვარელო, სად ხარ ზირფასო? Benim. მე და ბენუმ ბავშვები საქორწინო ტანსაცმლის შესარჩევად წამოვიყვანეთ. İkisi de o. ერთი განახა, ორივენი ისეთი ლამაზები არიან. კარგია, ძალიან მიხარია. Canım sen. საყვარელო, შენ კარგად ხარ? რამე მოხდა? როგორ ჩანს დღეს გაზეთი არ გინახავს, ასეა? არა. Bugün bakmadım. დღეს გაზეთი არ მინახავს, რა მოხდა? დედა ჩემმა ერთ-ერთ გაზეთს ინტერვიუ მისცა. Annem. დედა შენმა? Niye ki? რატომ? იმიტომ რომ თავისი ბოღმა გადმოენთხია. Ona ben hiçbir şey ონორ ვერაფერი გავიგე, დედა შენმა რა თქვა, გაბრაზებული რატომ ხარ? anlamıyorum. დედა ჩემმა შაჰრაზად დედა ჩემმა ჟურნალისტს ყველაფერი უამბო. Nil'le olan birlikteliği უამბო მე და ნილი ერთად რომ ვიყავით, როგორ დავშორდით. nasıl ortaya çıktı? ნილოფერი რომ გამოჩნდა და შენ ცუდი რეაქცია ქონდა. მოკლედ, İşte aklına gelmesi ყველაფერი her şeyi უთქვამს და anlatmış. Onlar da tam sayfa მათი basmış. ყველაფერი გაზეთში გამოაქვეყნეს. Ne? რა? Ne diyorsun? რას ამბობ? შენ გაგიმარჯოს ქალბატონო ნადიდე. შეგირგოს. რა კარგია. აი ეს არის ცხოვრება. სახლში ხომ არასოდეს გვაქვს მოსვენება. ასეა. პრობლემები არ მთავრდება. ხანდახან ასე გავიპაროთ და დავისვენოთ ხოლმე. რა რამდენი ხანი ვიცოცხლი. ცხოვრებით უნდა დავტკბეთ. ნუ ხარ მოწყენილი. მიდი ცოტა გაიღიმე. ქალბატონო ნადიდე. ითხარი რა მოხდა. მთელი დღე სტამბოლის ქუჩებში ვისეირნებდი. როცა სხვა დროს ვსეირნოდით, კარგ ხასიათზე იყავი, მაგრამ დღეს ჩაფიქრებული ხარ. ალი კემალმა ფიოსონს სტამბოლში სახლი დაუქირავა. მერე? რა მოხდა? რას ნიშნავს რა მოხდა?
ისინი განქორწინდნენ ბატონო ბურხან. უქუმრო ქალს სტამბოლში მარტოს რა უნდა? კაისერიში დედამისთან უნდა იყოს. მერე რა მოხდა? მისი შვილები აქ არიან. ბავშვები ნერვიულობდნენ დედა მათგან შორს რომ იყო. დავლენ და მოინახულებენ ხოლმე. ოჩაღალი ქემა. როგორც იქნა რაღაც კარგი გააკეთა. ამაში კარგი რა არის? ალი ქემალი აჰუზია დაქორწინებული. ცოლის სახლში ყავს. ის კი ყოფილ ცოლს გვერდიდან არ შორდება. პატარა ბავშვი ყავს. არ უნდა ნახოს? შენი არ. ასე არ შეიძლება. ყველაფერს თავისი წესი აქვს. რადგან ერთმანეთს დაშორდნენ და ცალ-ცალკე ცხოვრება დაიწყეს, როგორც წესია, ისე უნდა მოიქცნენ. დამენჯერე ეს საქმე. სხვანაირად არ გამოვა. ფესუნს ასე რატომ გადაიგიდე? კარგი. უხასიათო და ნერვიული გოგო იყო, მაგრამ გამნაშავე, შენი შვილი არ იყო? სხვა ქალს, რომელი ქალი აიტანდა? ფიუსონი მაინც კარგი გოგო იყო. ნუ იცავ ფიუსონს. რატომ არ უნდა დავიცვა? ფიუსონს ასე ძალიან, რომ არ გადაკიდებოდით, ეს ყველაფერი არ მოხდებოდა. ბატონო ბურხან. რა ტყუილია? მე ვცდილობდი მათ შერიგებას, რომ ოჯახი არ დანგრეოდათ. შენ კი პირიქით მოქმედებდი. თითქოს შეგნებულად გინდოდა მათი ოჯახის დანგრევა. მათი დაშორება ასე ძალიან, რატომ გინდოდა? ფიუსონს რამე შეამჩნიე? კარგი ბატონო ბურხან, კარგი. შენი შვილი უპასუხისმგებლოდ რომ მოიქცა, ესეც ჩემი ბრალია. მეორედ აღარ მკითხო მოწყენილი რატომ ხარო. ღმერთო ჩემო. ძვენები სად არის? პარკში არ არის? არა, მარკეტში ხომ არ დაგვრჩა. აი აქ არის. აქ არის. ოჩახ, მაცი ვარ ჩემზე კარგად ალაგებ. ძალიან მომშივდა. საღამოს რა უნდა ვჭამოთ? სახლში არ მინდი ხარ? დასვლა არ მინდა. თუ არ გინდა რომ აქ ვივახშმო. არა, რა სამბობ? რა შეჭამ? შენს გაკეთებულს ყველაფერს შევჭამ ფიუსონ. ადრე მანთიან წვნიანს აკეთებდი ხოლმე, კიდევ გააკეთე. ახლა საიდან გაგახსენდა ეს წვნიანი? რა ვიცი, უეცრად მომინდა. დედა შენის გემრიელად აკეთებდა ხოლმე. ეს დედა ჩემის ყველაზე ცნობილი წვნიანია. კარგი, გავაკეთებ. ეს გამომართვი? როდის უნდა ვჭამოთ? ქალბატონმა ნადიდემ გვითხრა ვახშემზე ნოდაგველოდებითო გოგონებმა სკოლიდან დაბრუნებისთანავე ჭამეს. საჭმელი არაფერია. ტალმა გვაქვს, გავათბო? ზეთის ხელით გვაქვს. იცი რა მინდა აიშე? შემწვარი კვერცხი პომიდორით. გავაკეთებ ბანი, ოღონდ ჩემი სურვე. მართლა გამიგეთებ? მაგარია. 5 კვერცხი საკმარისი იქნება. არა, 6 იყოს. ბევრი ხომ არ არის განი? ბევრი რატომ არის? ყველამ 2 კვერცხი ვჭამოთ. ნორმალურია. რა ხდება? ამ შუაღამეს კვერცხით რას აკეთებთ? კვერცხს პომიდორით. რაც არის ის ჭამე განი. გოგოებს საქმეს ნუ უმატებ. პომიდორიანი კვერცხის გაკეთება არაფერია. შენთვის აზრი არ მიკითხავს. გაჩუმდი. რა ხდება? რა ტერორისტებით დაგვადექე? მომისმინე? მამა შენის სახლი კი არ არის, რაც შენ მოგინდება, იმას ვერ გააკეთებ. მიდი საქმეს მიხედე. ამ ოჯახის რძალი მე ვარ, გასაგებია? მე ალი ქემალის ცოლი ვარ. რასაც მე ვიტყვი, ის გააკეთეთ. ამ ოჯახის რძალი მე ვარ. რასაც მე ვიტყვი, ის გააკეთეთ. ღმერთო ჩემო. ძალიან მომენატრე ფიუსონ. მომისმინე ალი ქემალ. ჩვენ დავშორდით.
Tamam. კარგი. Çocuklarımın babası. ჩემი შვილების მამა Her ხარ. zaman gelip kızını görüyor. ყოველთვის შეგიძლია მოხვიდე და შვილები Burada ნახო. yerin var ama ამას ვერ დაგიშლი, მაგრამ başka bir şey olamaz. ჩვენ შორის სხვა არაფერი იქნება. Sen başka bir შენ სხვა ქალზე ხარ დაქორწინებული. დიდი შეცდომა დაუშვიფიოს. Orasını ეს ჩემი საქმე არ არის. ama şu anda მაგრამ ახლა სახლში ცოლი გელოდება. ძალიან ვნანო ფიოსო. რატომ არ გესმის? მომატყუა მის მახეში გავები. ცუდად ვიყავი, გამასულა. ჩემი ცხოვრება მხოლოდ შეცდომებზეა აგებული. მაგრამ უკვე გადავწყვიტე. აჰუს რაც შეიძლება მალე უნდა დავშორდე. რა? მინდა რომ ისევ ერთი ოჯახი ვიყოთ. მინდა ისევ ჩემი ცოლი გახდე. Ne diyorsun? რას ამბობ ალე კემალ ნუსულელობ? სერიოზულად ვამბობ. ეს დედა ჩემსაც უთხარი. Hadi oturun. მოდი დასხედით. მიდი შენ ჯამე. Olur mu? რას ამბობ, მოდით. Üf nefis. რა კარგი არომატი აქვს. ფრთხილა ცხელია. დავიწვი. ცხელი ყოფილა. რა კარგია? ესე იგი მე ყოველად ვლაპარაკობ. Yalnız რატომ აზვიათებ ახო? რა უცნაურია. ვერ ვიჯერებ. არა უსირცხვილო ყოფილხარ განი? ამ სახლში ჩასახლდი და არაფერი გადარდებს, არა? ne diyorsun? რას ამბობ? თავმოყარეობა რომ მქონდეს ამ სახლიდან დიდი ხნის წინ წახვიდოდი. აჰუ, მაგრამ არა. თავმოყარეობა არ გაქვს. არ შენ და არ შენს და სიამაყე არ გაგაჩნია. შენი და ამ სახლიდან ხომ გააგდეს? შენ აქ რა უფლებით ცხოვრობ? მაგრამ მოგწონს რა, არც საჭმელი გაკლია, არც სასმელი. განი ყურადღებას ნუ მიაქცევ ჭამე. განი. უცნაურია. მგონი ცოტა სიამაყე შერჩენია. საშინელი ადამიანი ხარ. საშინელი. მომისმინე წესიერად მელაპარაკე. განი, ამანიაკს რატომ უსმენ? სახლიდან უნდა წახვიდე. Haklısın. აი შემართალია ამ სახლში აღარ მინდა. ორჩა დავიღალე. ნუსულელობ. განი, წავედი ნახვამდის. განი არ წახვიდე. აიშე. Delireceğim. გავგიჟდები. Bir anne დედამ oğluna შვილს ასეთი ზიგოროტე როგორ უნდა გაუკეთოს? Benim aklım aldı. ვერაფერი გამიგია. Annenle konuş. დედა შენ სელაპარაკე? Hayır yok ben არა, üstünde çıkmış. სახლში არ დამხვდა. Gazeteye gittim. რედაქციაში დასულა, იქაც სკანდალი მოუწყვია, არ ჩერდება. Bir yerini კარგი, არის ვერებს. კარგი. მომისმინე. Belli ki kadın. აშკარაა რომ იმ ქალმა მოატყუა. Sakın üzerine gitme. არ ეჭყობა ონორ კარგი? oğul annesi შეიძლება öyle der mi? შვილმა დედაზე უარი Ortaya თქვას, yaklaştırıyor. მაგრამ მალე მაიძულებს რომ ეს გავაკეთო. Şimdi რას ამბობ? asıl onu düşünelim. ახლა მოვიფიქროთ რა უნდა მოვიმოქმედოთ. Benim bir fikrim var. რაღაც აზრი მომივიდა. Yapma canım. არ გინდა საყვარელო, რა დაგემართა? Hiç yok bir şey. არაფერია, Geçer. არაფერი. Arada bir გამივლის. ასე მემართება ხოლმე. gel bakayım sen. მოდი ჩემთან. მოდი ჩემო პატარა დაიკო. Küçük მოდი. kardeşim. აი ასე. თქვენი ჩაი? Onur Bey. ბატონი ონორი რეკავს. Buyurun Onur. გისმენთ ბატონო ონორ. Tabii. კარგი? Uygun ama ძალიან. ben gidiyorum. ახლავე წამოვალ. დროებით. რა მოხდა? Onur Bey. ბატონი ონორი იყო, მითხრა თუ შეგიძლია მოდიო. Şu gecenin. ამ შუაღამისას რა მოხდა? Şu haberle ilgili. იმ სტატიას ეხება. ღამემ შედობისა. Geceler. თავმშვიდობისა. Sizinle gecenizi თქვენ საღამო ჩაგიშხამეთ. მოდის გიხდით. არა, რას ამბობ? ნახვამდის ძვირფასა. Kerem. ქერემ. Bir şey söyleme. არ მინდა რამე ვთქვა, მაგრამ ბურაკზე ძალიან გაბრაზებული ვარ. Melih'in hali. შეხედე მელიქი რა დღეშია? Sen neden mi? ჩემს ზარებს რატომ არ პასუხობ? იმიტომ რომ შენთან ლაპარაკი არ მინდა. Ama ben კი, მაგრამ მე მინდა ლაპარაკი. ნუსულელა ბურაკ. lütfen ses. ხოს ეზე. Konuşacak bir şey. სალაპარაკო არაფერი გვაქვს, არ გესმის? არა არის. Bak Burak. მისმინე ბურაკ. Bu iş არაფერი არ გამოვა, გასაგებია?
ყვილად ნერვებს ნუ მოვიშლით. რას ნიშნავს არ გამოვა სეზენ? მარტო მე ხომ არ ვიტანჯები ამ სიყვარულით. კარგი, ჩავთვალოთ, რომ ეს უბრალო გატაცება იყო. ეს ამბავი დავივიწყოთ. არა. ჩემთვის გატაცება არ არის, არც ყოფილა. რატომ არ გინდა რომ გაიგო ბურაკ? არც მე შემიძლია შენი ცხოვრების ცხოვრება და არც შენ ჩემი ცხოვრების გაზიარება. ჩვენ სხვადასხვა სამყაროს ვეკუთვნით თუ არ მითხრა ეს ფრაზა მოდა შეაღარაა სეზენ. ასე ნუ ლაპარაკობ. შენ ციცი რომ ეს სიმართლეა. არ გამოვა ბურაკ. რატომ არ გესმის? ასე არ არის. მხოლოდ ერთი სიმართლე არსებობს. მე შენ ძალიან მიყვარხარ. ამას დაგიმტკიცებ. ნახავ. ხო, შანსი მომეცი. მხოლოდ ერთი შანსი. Hoş geldiniz. გამარჯობა. Kızlar nerede? გოგოები სად არიან? Odalarındalar Nadir. ოთახში არიან ქალბატონო ნადიდა. Bir şey mi oldu? რამე მოხდა? Sormayın. ნუ მკითხავთ. Gani gitti. განი წავიდა. Nereye gitti? სად წავიდა? Ahu çok აჰო განის ძალიან ცუდა დელაპარაკა და ის წავიდა. მაინც რა უთხრა? Sen de უთხრეთა მოყარება რომ მქონდეს ამ სახლში არ იცხოვრებდი შენი და ცხომ გააგდესო. Hoş geldin. გამარჯობა. Sen burada შენ აქ ხარ? Burçini ბურჩინის სანახავად მოვიდა. karnım aç. შიოდა და Senin შენ რა გჭირს? რატომ გაქვს ასეთი სახე? იმიტომ რომ იმ სახლში გამლანძღეს. biri kapıyı დეკარისკენ მიმითითეს. ne demek? ეს რას ნიშნავს? Nasıl? როგორ? Kovuldu. გამომაგდეს. რა? Yeni შენმა ახალმა ცოლმა სახლიდან გამომაგდო. რას ამბობ? რას ნიშნავს გამოგაგდო? ის ვინ არის? ablanız მითხრა არ გწვენია იმ ადამიანების სახლში რომ ცხოვრობ, რომლებმაც შენი და გარეთ გააგდესო. არა უშავს განი. haklı. მართალია დაო. Ne iş mi? იმ სახლში რა მინდა? Ne demek? ეს რას ნიშნავს? აჰო და აჰუს ვინ ეკითხება? Yürü gani. წამოდი განი, სახლში მივდივართ. მადლობა, არ მინდა. Ben bir იმ daha. სახლში ვეღარ დაბრუნდები. Ali Kemal. ალი ქემალ სად მიდიხარ? შენ ვინ გააგდე? და თან ვისი სახლიდან? Kimse. არავინ გამიგდია. ორი სიტყვა უთხარი და თავი აღარ დამანება მოსამსახურეებთანაც დამამცირა. მისმინე მოთმინების პიალა მევსება ახუ. დაგმარისია, შენი ადგილი იცოდე. Yerini bil artık. Yerim neresi? ჩემი ადგილი სად არის მამა? Ben Ali Kemal. ალი ქემალის ოფიციალური მეუღლე არ ვარ? ალი ქემალი? ქმარია? უკვე რომელი საათია და არ ჩანს. მე შენ Burhan Bey kurban ბურხან, ძალიან გთხოვ დაწყნარდი. Allah'ın hazır. ვიღაცეები მოდიან ამ სახლში ფუფუნებაში ცხოვრობენ, რასაც უნდათ იმას აკეთებენ და ოჯახის რძალს არაფრის უფლება არ აქვს. აჰუ სად მიდიხარ? Nereye? რადგან თქვენი შვილის ადგილსამყოფელი არ იცით? ჩემი ადგილსამყოფელიც ნუ და გაინტერესებთ. Bak Nadide. მისმინე ქალბატონო ნადიდე. Demedi deme. მე არ მითხრა, არ გითქვამსო. Elimden bir kaza ბოლოს რაღაც ცუდს გამაკეთებინებს. მოდი აქ. დაჯიკი. Geç. მოდი. Tamam onu. კარგი ბატონო ანურ. ახლა დავიწყოთ მუშაობას. Seni bu saatte ოდის გიხდი ასეთ დროს რომ მოგიყვანე. ამ ხდები. სასწრაფო იყო. Rica არა უშავს. İyi akşamlar. ღამე მშვიდობისა. გამემშვიდობისა. ჩაი მოგიტანეთ ქალბატონო ფერიდე. İyi misin? კარგად ხართ ქალბატონო ფერიდე. ცოლებს ვერ ვახელ. Onur Bey yardım. ბატონო ნურს დაბურეკავ, არა. ყველად ნუ დარეკავ. Feride Hanım. ქალბატონო ფერიდე. Duydum adamı. ცოტა მაინც დალიეთ. ქალბატონო ფერიდე. გთხოვთ. სურნელოვანი სითხე მომეცი. თავს ვერ ვწევ. Onur Bey. Hemen. ახლავე, ახლავე. Hemen. ისმენ პირდებს. ბატონო ნურ ქალბატონი ფერიდე ძალიან ცუდად არის. რა? ახლავე უნდა მოხვიდეთ. კარგი პირდებს. Ben bir şeyler რამეს მოვიფიქრებ. კარგი, გველოდებით. რა მოხდა? დედა ჩემი ცუდად გახდა. Nesi var? რა დაემართა?
ისეთ ტერაფაში. ფილმი გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავიორის მიერ.